ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით, რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. დღეს ჩვენი ფაილები გურულ ყოფასა და იმ საოცარ ტრადიციებზე მოგიყვებათ, რომლითაც აქაურების შრომას ნამდვილ დღესასწაულად აქცევდნენ ხოლმე. გურიაში მარგვლის დროს ნადი იცოდნენ. დაახლოებით 20 კაცს მოიყვანდნენ, დაპატიჟებდნენ მეზობლებს და ისინიც თავისი თოხით მოდიოდნენ ოჯახში. სანამ ყანაში წავიდოდნენ, მასპინძელი მათ აზაკუსკებდა. სუფრაზე გამოჰქონდათ ყველი, ჭადი, თევზი და იაფოფხი. კეთში გამომცხვარი თხელი ღომი, რომელშიც ბევრ ყველს ჩაურთავდნენ. მუშაობის დაწყებამდე უფროსი კაცი დალოცავდა ნადს. ბარაქიანი იყოს ჩვენი დღევანდელი მუშაობა. კაი ნამუშევარი გამოსული იყოსო. მერე წავიდოდნენ ყანაში. წკრივში დადგებოდნენ და ნადის თავი ხელმძღვანელობდა. აქეთ მოვუხვიოთ, იქით გავთოხნოთო. შრომას სიმღერასაც აყოლებდნენ და ნადოს მღეროდნენ. მარგვლის ნადში სამჯერ ან 4-ჯერ აჭმევდნენ. საკუსკა, სადილი და ვახშამი. ვახშამი ყველაზე საუკეთესო იყო. ზოგი გოჭსა და ქათამს არ დაიშურებდა. ზოგი საქონელს დაკლავდა. როცა მთელ ჭირნახულს დააბინავებდნენ, მოდიოდა ყანის თავის გადახდის დრო. ოჯახის უფროსი ძველ მამალს დაკლავდა. მოზოლდნენ ღომს. შიგნით ბევრ ყველს ჩადებდნენ და დიდ ტაბლაზე დაჭრიდნენ. ეს ტაბლა უსათუოდ ყველას უნდა ეჭამა. სადაც კვამლი ამოდიოდა, ყველგან იხდიდნენ ყანის თავს და ასე ილოცებოდნენ. ღმერთო, წლევანდელი ნამუშევარი ლხინში, ნათვლაში, ქორწილსა და ბედნიერებაში შეგეჭამოთო. ეს ცოცხალი ისტორია ეთნოგრაფმა ჯულიეტა რუხაძემ ჩაწერა. ამ ყოფის ფერები კი თავის ნახატებში მხატვარმა ევგენი ლანსერემ შემოინახა. მომდევნო გადაცემაში გურული ამბების სხვა ფურცლები გადავშალოთ. დროებით.